ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველო, ღრმა ისტორიული წარსულიდან მოყოლებული, ყოველთვის დიდ იმპერიათა სამიზნეს წარმოადგენდა. მისი დამორჩილება ნიშნავდა სრულიად კავკასიის რეგიონის გაკონტროლებას. ამ მოცემულობის და გამო კი ჩვენი წინაპრები იძულებულნი იყვნენ მათი მუდმივი საცხოვრისები განეთავსებინათ მიუდგომელ ადგილებზე, რაც საშუალებას მისცემდათ მრავალრიცხოვან დამპყრობელთაგან უკეთ დაეცვათ კერა. ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, ზუსტად ამ პრინციპით უნდა აერჩიათ ძველ ქართველებს მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურს შორის ამოზიდული მაღალი კონცხი. კუნძულის მსგავს კლდოვან რელიეფზე შექმნილი დასახლება საუკუნეთა განმავლობაში კაცობრიობის განვითარების ეტაპების შესაბამისად განიცდიდა ევოლუციას. ჯერ კიდევ ადრე შუა საუკუნეებში იგი მჭიდროდ დასახლებული ამ მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. უფრო მოგვიანებით ის ქალაქად გადაიქცა. მისი ძლიერების ზენიტში კი გამორჩეულ ქართულ ციხე-ქალაქს წარმოადგენდა. დბანისი, იგივე დმანისი, ასე უწოდებდნენ იმ ადგილს, რომელიც დღეს მხოლოდღა ქალაქარია, მისი უბნის ნაშთებით, მასზე შემორტყმული გალავნითა და ცენტრში მდგომი ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლით. გამარჯობა, მე გახლავარ გიორგი თავაძე. გამარჯობა, მე კი ნატალი თავაძე. რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ უყურებთ სერიათა ციკლს ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან. გრძელდება ჩვენი მოგზაურობა ქვემო ქართლში და დღეს თქვენ იხილავთ ერთ ისტორიულ ადგილს, რომელიც ნაქალაქარად არის ქცეული. შესაბამისად, დღევანდელ სერიაში თქვენ ნახავთ დმანისის ნაქალაქარს და მოისმენთ მის ისტორიას. წავედით. მდინარეების, მაშავერასა და ფინეზაურის მიერ გაჭრილ, რთული რელიეფის მქონე ხეობაში ადამიანი 1000 წლეულების წინ, ჯერ კიდევ პალეოლითის, ანუ ქვის ხანაში სახლობდა. ეს უკანასკნელი რომ ჭეშმარიტებას წარმოადგენს, ამას მოწმობს დმანისის ნაქალაქარში 1991 წელს ქართველი და გერმანელი მეცნიერების ერთობლივი ექსპედიციისას აღმოჩენილი თავის ქალები და ქვედაყბები. სწორედ ამ აღმოჩენათა რეკონსტრუქციის შედეგად შეიქმნა მამაკაცისა და ქალის პირობითი სურათი, რომელსაც ეწოდა ზეზვა და მზია. ხოლო დმანისის ნაქალაქარი, როგორც მათი სამყოფელი, დღემდე იკავებს პირველ ადგილს ევრაზიაში აღმოჩენილ უძველეს ადამიანთა სადგომებს შორის. ზემოთ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით შემოვიფარგლები მხოლოდ ამ მცირე მიმოხილვით. უმთავრესად კი დმანისის ნაქალაქარს განვიხილავ როგორც მნიშვნელოვან პუნქტს ფეოდალურ საქართველოში. განაღო კარი და რუბანდისა და გამოიყვანა ხაზარნი, სახლის სამასი და დასხნა იგინი შამქორს. დარეალანით გამოიყვანა ოვსნი, ვითარ სახლი 100 და დასხნა იგინი დმანის. თქვენ ახლა მოისმინეთ ნაწყვეტი ისტორიული სახის თხზულებიდან მატიანე ქართლისა. მასში აღწერილი მოვლენები განხორციელებულ იქნა მე-9 საუკუნის 50-იან წლებში ბუღა თურქის მიერ. ეს უკანასკნელი გახლდათ თურქული წარმომავლობის მხედართმთავარი და ერთ-ერთი გამოჩენილი სარდალი იმჟამინდელი აღმოსავლური იმპერიისა, რომელიც ცნობილია როგორც არაბთა სახალიფო. ამ პერიოდისათვის მათი ბატონობა საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ სულ ზღაპავდა. არსებობდა მხოლოდღა თბილისის საამირო, რომლის მფლობელობაშიც შედიოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებული რამოდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტიღა. იმჟამინდელ თბილისის გამგებელს წარმოადგენდა ისჰაკ იბნ შუაბი, იგივე საჰაკი, რომელიც არაბთა ცენტრალურ სახალიფოს მმართველს ეურჩებოდა. მისი თვითნებობის ასალაგმად ლაშქრით სწორედ ზემოთ ხსენებული ბუღა თურქი წარმოემართა, რომელმაც 853-854 წლებში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო საქართველოს სამხრეთ ნაწილი. სწორედ ამ შემოსევისას მოახდინა არაბთა მხედართმთავარმა ოსების დასახლებაც დმანისში. ისმის კითხვა, თუ რით უნდა ყოფილიყო გამოწვეული ბუღას მიერ ხალხთა ჩამოსახლება ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარ ობიექტში. იმისთვის, რომ ამ კითხვას სწორი პასუხი გაეცეს, საჭიროა საკითხის კიდევ უფრო ფართოდ გაშლა. თქვენ ახლა კადრში ხედავთ სამეკლესიან ბაზილიკას, რომელსაც დმანისის სიონის სახელით მოიხსენიებენ. ამ ქართულ ქრისტიანულ ხუროთმოძღვრების ძეგლს აღენიშნება სხვადასხვა ეპოქაში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები, რომელზეც რა თქმა უნდა სიუჟეტის განმავლობაში ვისაუბრებთ. მაგრამ ახლა გეტყვით იმას, რომ სამლოცველოს თავდაპირველ აგების პერიოდს წარმოადგენს მე-7-8 საუკუნეები. ეს უკვე თავის მხრივ მიგვითითებს ამ ადგილის მნიშვნელობაზე ადრე ფეოდალურ პერიოდში.
ამას გარდა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ცნობილი ქართველი მეცნიერის ლევან მუსხელიშვილის მონაწილეობით ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოჩენილ იქნა მე-6 საუკუნის მონეტა და არაერთი ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო ნივთთა ნაშთები. ეს ყველაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ აქ არაბთა მოსვლამდეც საკმაოდ მჭიდრო დასახლება უნდა ყოფილიყო. ხოლო დიდი არაბობის ჟამს, რაც საქართველოში თითქმის 2 საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა, დამპყრობელთა ნაწარმოები პოლიტიკის და გამო აქაურობა ნაწილობრივ დაიცალა. ბუღათურქის მიერ დმანისის მოსახლეობით შევსება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის როგორც დასახლების მნიშვნელობას. ეს კი ძირითადად გამოწვეული იყო გეოგრაფიული მდებარეობით. რამე თუ დმანისის ნაქალაქარზე გადიოდა დიდი სავაჭრო გზა, რომელიც საქართველოს აკავშირებდა სომხეთთან, ხოლო მისი მეშვეობით კი მთელ ახლო აღმოსავლეთთან. ზემოთ მოყვანილი ფაქტების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-9 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოხდა დმანისის გამოცოცხლება ახალ მოსახლეების მოყვანით. ამასთან ერთად წლიდან წლამდე კიდევ უფრო სუსტდებოდა არაბთა ძალაუფლება საქართველოს ტერიტორიაზე, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ მე-10 საუკუნისათვის უკვე დმანისი არათუ უბრალოდ დასახლებული პუნქტი იყო, არამედ ის სავაჭრო ფუნქციის მქონე ციხე-ქალაქად იქცა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბუღათურქის მიერ ჩამოსახლებული ოსები არ უნდა მივიჩნიოთ აქ დომინანტ ეთნოსად. რამე თუ მათ შემოყვანამდეც და შემდეგაც აქ ძირძველი ქართველები ყოველთვის ცხოვრობდნენ. ასევე დმანისი, როგორც სავაჭრო ქალაქისათვის იყო დამახასიათებელი, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. გარდა ქრისტიანებისა და კავკასიელი ხალხებისა, აქ ცხოვრობდნენ მუსულმანური აღმსარებლობის ადამიანებიც, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყვნენ როგორც თურქმანული მოდგმის, ასევე არაბული წარმომავლობისანი. ამის ცოცხალ გამოხატულებას წარმოადგენს ნაქალაქარის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილი ნაგებობა, ეგრეთ წოდებული გუმბაზი, რომელიც არის შესამკობელი მაჰმადიანთა საფლავისა. დმანისის როგორც სავაჭრო ქალაქის დაწინაურებასთან ერთად, რაღა თქმა უნდა იზრდებოდა იმ წარჩინებულ მმართველთა რიცხვიც, ვისაც მისი დაპყრობის სურვილი ამოძრავებდა. ეს ლოგიკურიც იყო, რამე თუ აქაურობის ბატონ პატრონობა პირდაპირ ნიშნავდა დიდ მატერიალურ კეთილდღეობას. მე-10 საუკუნისათვის ასეთთა რიგშიშ ჩანს ქვემო ქართლის ისტორიულ მხარეში, კერძოდ კი ლორეს ტერიტორიაზე შექმნილ იმჟამინდელი სომხური სამეფოს ტაშիր ძორაკეთის მეფე დავით გურგენის ძე. მის მიერ აქაურობის დამორჩილება მოხდა 999 წელს. დავითის დმანისზე ბატონობა მოკლევადიანი გამოდგა, რადგან ის სომხეთის უფრო მძლავრი სამეფოს, ანისის სამფლობელოს მმართველმა და მისმა ბიძამ გაგიკ ბაგრატუნმა დაიმორჩილა. უნდა ითქვას, რომ ერთიცა და მეორეც ეგრეთ წოდებულ სომეხ ბაგრატიონთა ფეოდალური ოჯახის წარმომადგენელნი იყვნენ. პირველი ქართველი ბაგრატიონი მონარქი, რომელიც დმანისის ქალაქთან მიმართებაში გამოდის ასპარეზზე, გახლავთ ერთიანი ფეოდალური საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე. მოკლედ რომ გითხრათ, ბაგრატს არაერთი, როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა თბილისის დაბრუნებისა. მაგრამ შინა პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე, რომელიც მომდინარეობდა მეფესა და კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშს შორის, თითქმის არაბთაგან დაცლილ ქალაქს ბაგრატი ბოლო ჟამს ისევ ტოვებდა არაბ ამირათა ხელში. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას, კერძოდ კი 1068 წელს ისტორიულ წყაროებში ჩანს ვინმე სათილ არაბი, რომელიც ბაგრატის გადაწყვეტილებით ხდება თბილისის ამირა. ამ ცნობაში საინტერესო არის ის, რომ სათილ არაბი ამ პოზიციის დაკავებამდე იხსენიება როგორც დმანელი ამირა. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისევე როგორც თბილის, ასევე დმანისის ციხე-ქალაქსაც მე-11 საუკუნის 60-იან წლებში ჰყოლია ამირა. ეს მოცემულობა ასევე გვაფიქრებინებს იმასაც, რომ ბუღათურქის ლაშქრობიდან მოყოლებული და შეიძლება მანამდეც, რაც ქვეყანაში არაბთა ბატონობას უფევდა, დმანისი სამართავად ჰქონდათ არაბ ამირებს. ეს თეორია რომ რეალობასთან ახლოსაა, ამის საპირწონედ გამოდგება ის ისტორიული პრაქტიკაც, რომლის თანახმადაც თითქმის მთელი განვითარებული შუა საუკუნეები, მოყოლებული მე-10 საუკუნიდან, იქნებოდა ეს ეროვნებით არაბი თუ ქართველი წარჩინებული, რომელსაც ხელთ ეპყრა დმანისი, იწოდებოდა როგორც დმანისის ამირა. ეს მოცემულობა კიდევ მიგვითითებს იმაზე, რომ ერთ დროს არაბი დიდი მოხელის აღნიშნული ტერმინი ამირა ქართლში იმდენად მტკიცედ იყო დამკვიდრებული, რომ იგი წლების განმავლობაში რჩებოდა ქალაქის მფლობელ ფეოდალთა თანდართულ სახელად. მე-11 საუკუნის 80-იან წლებში ერთიანი ფეოდალური საქართველოს საზღვრებთან ჩნდებიან თურქ-სელჩუკები, რომელთა გამუდმებულ შემოსევებსაც ჩვენს ქვეყანაში დიდი თურქობის სახელითაც მოიხსენიებენ. სწორედ ამ პერიოდიდან სხვა მნიშვნელოვან ქალაქებთან ერთად დმანისი თურქების ხელში გადადის.
წყაროთა არარსებობის გამო ძნელია იმის თქმა, თუ სელჩუკთა ბატონობისას უშუალოდ ვინ იკავებდა ქალაქის მმართველის, ესე იგი ამირას თანამდებობას. მსგავსი ვითარება დმანისში გრძელდებოდა 1123 წლამდე, ხოლო მარტსა გადმოვიდა ქართლად დააღიღო ქალაქი დმანისი. ასეთ რამეს გვამცნობს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. ესე იგი შეიძლება დაზუსტებით ითქვას, რომ საბოლოოდ დმანისის ბაგრატიონ მეფეთა სამეფოსათვის შემომტკიცება ხდება დავით მეოთხის მიერ მე-12 საუკუნის 20-იან წლებში. ამ პერიოდისათვის აქაურობა უკვე ვრცელ და მდიდარ სავაჭრო ქალაქს წარმოადგენს. მე-13 საუკუნის სომხური ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, წარმოშობით ქართველი სტეფანოს ორბელიანი, იგივე სტეფანოს განძაკეცი, წერდა, რომ აღმაშენებლის შემდეგ ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტი დავითის ძე დემეტრე პირველს ეპყრა. ეს ცნობა თავის მხრივ ხაზს უსმევს იმაზე, რომ დმანისი უკვე ქართველ მონარქთა სამეფო ქალაქად არის ქცეული და მისი მმართველი, ესე იგი ამირა, ამიერიდან ბაგრატიონ მმართველთა უშუალო გადაწყვეტილებით ინიშნება. ჩვენ და სამწუხაროდ დღემდე მოღწეულ ისტორიულ წყაროთა სიმცირის გამო უცნობია გიორგი მესამესა და მეფე თამარის დროინდელი მოვლენები, რომლებიც უკავშირდება დმანისის ციხე-ქალაქს. მე-12 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-13 საუკუნის 10-იან წლებამდე ქალაქში არსებულ სიტუაციაზე ვისაუბრებ იმ არქეოლოგიურ კვლევების შედეგად მოპოვებულ არტეფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც მე-20 საუკუნეში დმანისში იქნა აღმოჩენილი. აქ მიკვლეულ ჭურჭლის ფრაგმენტებში დიდ ყურადღებას იქცევს ფიანსისაგან დამზადებული ნაკეთობები. ფიანს უწოდებენ კერამიკულ ნაკეთობებს, რომელიც გარეგნულად ძლიერ წააგავს ფაიფურს. მსგავსი ნაწარმი ფეოდალურ ეპოქაში განსაკუთრებულ ფუფუნებისაგან წარმოადგენდა, რომელიც ასე ვთქვათ მხოლოდ წარჩინებულთა ფენისათვის იყო ხელმისაწვდომი. დმანისური ფიანსი თავის მხრივ ორ ჯგუფად იყოფა. ერთი იმპორტირებულს, ესე იგი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილს წარმოადგენს, ხოლო მეორე კი ადგილობრივი ნაწარმია და თარიღდება მე-12-მე-13 საუკუნეებით. ამ დროისათვის ქალაქში ხელოსნობა, როგორც დარგი, შეიძლება ითქვას, რომ განვითარების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა. ასევე ამავე პერიოდით თარიღდება აქ ნაპოვნი ჩინური კერამიკის უაღრესად ძვირფასი სახეობა სელადონი, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ქალაქში მაცხოვრებელთა მატერიალურ კეთილდღეობაზე. დმანისში აღმოჩენილ მონეტებთა შორის, რომელთა მოჭრის დიაპაზონიც მე-11-მე-13 საუკუნეებით თარიღდება, ჩანს როგორც სომხური, ასევე არაბული და მათ შორის ბიზანტიური მონეტაც. მე-13 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება აქაური ეგრეთ წოდებული დმანური მონეტა, რომელზე დატანილი წარწერაც შემდეგნაირად ჟღერს: ქალაქი დმანისი ხანგრძლივს ყოფს მას ღმერთი წელსა 642-სა. თანამედროვე წელთაღრიცხვით დმანური მონეტა ზუსტად 1245 წელს არის მოჭრილი. ასე ამგვარად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ერთხმად გვიამბობს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვან სავაჭრო ციხე-ქალაქს წარმოადგენდა დმანისი და განვითარების რა საფეხურზე იმყოფებოდა მისი იმჟამინდელი მოსახლეობა. მეფე თამარის შვილის, ლაშა გიორგის მმართველობისას ადგილი აქვს გარკვეულ აღმშენებლობით პროცესებს ციხე-ქალაქში. სწორედ მისი მეფობისას 1213-1223 წლებში განხორციელდა დმანისის სამეკლესიან ბაზილიკაზე დასავლეთის მხრიდან ჩუქურთმებით შემკული კარიბჭის მიშენება. ამას მოწმობს თავად კარიბჭის ფასადზე რელიეფურად ამოკვეთილი წარწერები, სადაც მოხსენიებულია ლაშა გიორგი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ დმანისის სიონის დასავლეთ მინაშენის ამგებ მეფე გიორგით თავდაპირველად ფიტარეთისა და წუღრუღაშენის გუმბათოვან სამლოცველოთა მსგავსად აქაც გიორგი ბრწყინვალე იყო მიჩნეული. მაგალითად მე-20 საუკუნის დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც გახლდათ ერთ-ერთი პირველი ქართველი მეცნიერთაგან, ვინც ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლზე იმუშავა, წერდა, რომ მიუხედავად კარიბჭის ფასადზე დატანილ წარწერათა სიმრავლისა, მათი ამოკითხვა ზედმიწევნით რთულია, რამე თუ ძლიერად არის დაზიანებული. მინაწერში განირჩევა მეფე გიორგი, რომელიც ერთიანი საქართველოს მონარქი გიორგი მეხუთე ბრწყინვალედ წოდებული უნდა იყოს. მოგვიანებით კი როდესაც აქ მომუშავე მეცნიერებმა მოახდინეს ძეგლის არქიტექტურული სტილის ანალიზი, ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კარიბჭე განეკუთვნება მე-13 საუკუნის პირველი ნახევრის ხუროთმოძღვრებას. შესაბამისად, ამ პერიოდის ერთადერთი მონარქი, რომელიც გიორგის სახელითაა ცნობილი, ეს ლაშა გიორგია და აღმშენებლობითი სამუშაოებიც მასთან არის დაკავშირებული. უნდა ითქვას ისიც, რომ სანამ ერთიანმა ფეოდალურმა საქართველომ იარსება, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა, დმანისის ციხე-ქალაქი ლაშა გიორგის შთამომავალ ბაგრატიონ გვირგვინოსანთა უშუალო მფლობელობაში შემავალ ადგილს წარმოადგენდა.
მე-13 საუკუნის 40-იან წლებში რუსუდანის მეფობისას ჩვენს ქვეყანაში გაბატონდა იმ დროისათვის უძლიერესი დამპყრობელი მონღოლთა იმპერია. ამ პერიოდიდან შეიძლება ითქვას, რომ იწყება დმანისის ციხე-ქალაქის აღზევებისა და განვითარების დასასრულის დასაწყისი. მართალია აქაურობამ მონღოლების ბატონობის დროსაც და მათგან განთავისუფლების შემდგომაც შეინარჩუნა სავაჭრო ქალაქის სტატუსი, მაგრამ იმ მასშტაბის ეკონომიკური მნიშვნელობა, რაც მას წინათ გააჩნდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აღარასდროს დაბრუნებია.